მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ. ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების სამგორი და სამგორი ტრეიდის გამოყენებით ბანკიდან $17 მილიონ თანხა ისესხეს დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვების საფუძვლიანი იყო. ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს TBC ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო. ფუილი აქციონერების განცხადება თითქოს 2007 წელს ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეში გააჩერა ბანკი და პრაქტიკულად აუკრძალა სესხების გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამბობენ, რომ მათ ბანკი წაართვეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მხოლოდ რამდენიმე ამონარიდია პარლამენტში პლენარულ სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენიდან, რაც კონკრეტულად TBC ბანკის და მისი აქციონერების საქმეს ეხება. დღეს მთელი დღის მანძილზე ჩვენი ჟურნალისტი დავით ჯალაღონია მუშაობდა პარლამენტში და ანალიტიკის დღის გამოშვებებში ეს თემა დეტალურად გავშალეთ. ამიტომ შემაჯამებელ გამოშვებაში ცოტა სხვა კუთხით გვინდა გამოვეხმაუროთ და ამისთვის თელარა გელანტიას ინტერვიუს შემოგთავაზებთ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილთან. ძირითადი აქცენტი ინტერვიუს ამ ნაწილშიც სწორედ TBC ბანკის და მისი აქციონერების საქმეზე კეთდება. თუმცა ინტერვიუმდე რამდენიმე ამბავი მინდა შევახსენოთ, რომელიც ამ კვირის განმავლობაში გახდა ცნობილი TBC ბანკის შესახებ. პირველი დამოუკიდებელი აუდიტორის PricewaterhouseCoopersის ანგარიშია. ამ ანგარიშიდან გავიგეთ, რომ TBC ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული $1,100,000 ჯარიმა გადაიხადა. დამოუკიდებელი აუდიტორი ჯერემი ფოსტერი წერს, რომ PwC დეტალურად გაეცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს TBC ბანკის შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. PwC წერს, რომ მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით TBC-ს დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხეს, ასევე გამოკითხეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებიც, გაეცნენ ეროვნულ ბანკთან ამ საკითხის შესახებ არსებულ სრულ კორესპონდენციას, გამოითხოვეს და შეისწავლეს ბანკში დაცული მასალების სამუშაო შეხვედრები, გამართეს ბანკის აუდიტის კომიტეტთან და გაეცნენ იმ მიდგომას, რომელიც ბანკის დამოუკიდებელმა დირექტორებმა აღნიშნული საკითხის მიმართ გაატარეს. საბოლოოდ ფოსტერი ასკვნის, რომ აღნიშნული ჯარიმა TBC-ის მიერ სწორად იყო ამრიცხული. 2 აპრილს TBC ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს. თუმცა დღეს გავიგეთ, რომ საჯარო რეესტრმა TBC ბანკის წესდებაში ცვლილებაზე უარი თქვა და დოკუმენტი დაახარვეზა. ამის მიზეზი საჯარო რეესტრის განმარტებით ის გახდა, რომ TBC-ის მიერ წარდგენილი ცვლილებები, კერძოდ კი წესდების განახლებული ვერსია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს არ შეესაბამებოდა. საჯარო რეესტრი TBC-ის ცვლილების განსახორციელებლად 30 დღიან ვადას აძლევს. TBC-ის ინფორმაციით ამჟამად საბჭოს ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს. დაპირებულ ინტერვიუს გთავაზობთ ლაშა პაპაშვილთან, რომელიც გასული კვირის დასაწყისში თელარა გელანტიამ ჩაწერა. მეოთხე თვეა გვესმის შეფასებები TBC-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უფრო მეტი შეფასება, კომენტარი გვესმის თითქმის ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ჯგუფების წარმომადგენლებისგან და ნაკლებად ბიზნესისგან, ყოველ შემთხვევაში კონკრეტული ბიზნესმენებისგან. როგორ ფიქრობთ, აი თქვენ როგორ შეაფასებთ, რა ხდება დღეს მამუკა ხაზარაძის და მისი, თქვათ, ბიზნეს ჯგუფის თავს? პირველ რიგში უკვე ამაზე მაინც შევთანხმდით, TBC უნდა ამოაგდოთ ამ თემით. ვიცოდი რომ ამას მეტყოდით მაინც. ამდენად ეს აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და დავამშვიდოთ სიტუაცია პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ თავს ვიკავებდით შეფასებებისგან, როდესაც პიკში იყო მისული და უკვე ერთი მხრივ ბიზნესი და მეორე მხრივ პარლამენტარები ეხილავდნენ ამ საკითხს, კიდევ ჩვენი დამატება და ჩვენგან ან რაღაცა ნავთის დასმა ცეცხლზე რო არ გამოსულიყო. ბანკი გამოერთო, რაც იყო მთავარი და მნიშვნელოვანი, ბანკს არ დამოკრებოდა რაიმე. ამდენად ეს იყო პირველი მიღწევა, რომ ბანკი მოიხსნა და შევთანხმდით, რომ ბანკი არ გვინდა. არაფრიშვაში არ არის ბანკი მართლაც ამაში, ეს ეროვნული ბანკის ედავება პიროვნებებს. პიროვნებებს ედავება? ხო, ბადრის და მამუკას ედავება გადაცდომაში, თორე თვითონ ინსტიტუტს არაფერი დაუღრევია. ბანკს წარმოადგენენ ისინი. თვითონ ინსტიტუტს არაფერი დაუღრევია, ეგსია? ისე როგორც ყოფილი ბანკირი, როგორ შეაფასებთ ის არგუმენტები, რაც თქვა ღიად მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან, რაში დასჭირდათ ეს თანხა?
ხო, ვერაფერს სახიფათოს მან ვერ ხედავ. მით უმეტეს ფულის გათეთრებას, რასაც პროკურატურა არა, გათეთრება მე მგონი ყველანი თანხმდებით რო არ იყო უკვე, მაგრამ ის ოპერაცია რაც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა ამაშიც ვერაფერს საფრთხეს ვერ ხედავ. იყო კაპიტალის საჭიროება, ის ესხეს და ჩადეს. გასაგებია რა იცოდა მეორე ხარისხოვანია ჩემთვის. მე ვფიქრობ, რომ ოპერაცია იყო სწორი. გასაგებია. არ ვახსენოთ TBC. მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე რო ვისაუბროთ. ჩვენს მიმართ არის ორკესტრირებული შეტევა, რამდენჯერმე გაიმეორა მან ეს სიტყვები. თქვენ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება, როცა გარედან აღელდა და ამბობდა ორკესტრირებული შეტევა რა. არ არის ორკესტრირებული შეტევა, თუ თქვათ TBC-ის გამორიცხვითაც თემაში რჩება ანაკლის შეტევები ჩემი ბიზნეს კარიერის პერიოდში 20 ჯერ. და ვისგან გამოიხატებოდა ეს მთავრობის ხომ? მთავრობებისგან, აბა სულ მთავრობისგან იყო. ამბობდით ამას თუ მამუკა აღელდა ჯამაში? მე მგონი აღელდა და არ იყო საჭირო ამის ესე სააშკარაოზე გამოტანა, ესე ვიტყოდი. შეიძლება მოგვარება მაინც. მოგვარებაში რას გულისხმობთ? თავარია რომ მაქსიმალურად ბიზნესმა თავი უნდა შეიკავოს. ბიზნესი ყოველთვის არის პროსახელმწიფო. ვერ იქნება, ვერ შეიძლება ბიზნესი და დიდი მსხვილი ბიზნესი და სახელმწიფო დაპირისპირებული იყოს და თანაკეთოს ესეთ პატარა ქვეყანაში ბიზნესი. ამდენად ჩვენ სულ პროსახელმწიფო ვართ. სხვანაირად არ გამოდის მსხვილი ბიზნესის კეთება. არ გამოდის თუ ვერ გამოდის? არ გამოდის, ვერ გამოდის, რა თქმა უნდა. თუ სახელმწიფო და მთავრობა უსამართლოდ გექცევა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, უსამართლოდ გექცევა. მაშინაც არ უნდა იხმაუროს ბიზნესმა, იმიტომ რომ იგივე ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გვახსოვთ, რომ თუ ვინმე შეგეხება, იყვირეთ. კი. უნდა იყვირო აუცილებლად, მე არ ვამბობ, არ უნდა ეყვირათ, მაგრამ მაინც ჯობია დარეგულირება მოლაპარაკების გზით, თუნდაც მინისტრებთან, თუნდაც ძალოვანებთან. მტკიცება ამ შენი სიმართლეს რაც შეიძლება უფრო კულუარებში. ხან როცა არ გამოდის უკვე კულუარებში ეს არ ნიშნავს რაღაც მოლაპარაკებებს და უსამართლო გარიგებებს. აქ არის საუბარი ყველაფერი ვიღონოთ ბიზნესის გადასარჩენად. ანაკლის პორტი ვიცით რომ მსხვილესია, ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველი წამი და ყოვნება, ყოველი ხელმოუწერელი ახალი დოკუმენტი, რომელიც დროში გადავალდება, არის მისთვის საფრთხე. ამიტომ მე მამუკას ხალხასაჭერად ვიძახი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინდა რომ ის ღია საკითხები, რაც არის სახელმწიფოსთან, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომ დაალაგდეს, ისინი რაღაც უნდა დაუთმონ. რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედ ვერ გაკეთდა კონსორციუმის მიერ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ აბა უნდა ჩაიწიხოს ახლა და უნდა გაჩერდეს ეს საქმე, უნდა დაუთმოს სახელმწიფომ. მამუკამ უნდა დათმოს რაღაცა, შეიძლება წილების გადანაწილება მოხდეს. და ამ ფონზე ერთს კითხავთ კიდევ ანაკლის პროექტზე, სახელმწიფოს რა პოზიცია უნდა ქონდეს, ხა ყველაზე მთავარი არის საერთაშორისო კრედიტორების 8 პუნქტიან მოთხოვნას მიიღებს თუ არა მთავრობა, სახელმწიფო. სახელმწიფო ამბობს, რომ არ უნდა რაღაცა ემვალდებულებების აღება. სახელმწიფო რა თქმა უნდა 100%. როცა ესეთ პროექტზეა საუბარი და ბევრი არ გვაქვს ესეთი პროექტი. როგორი პროექტის არ უნდა იყოს, სახელმწიფო სრულ კომერციულ რისკს ვერ აიღებს. ძალიან ფაქიზია ახლა რასაც ვიტყვი, 100%-ით მამუკა ვერ დაფარავს კომერციულ რისკს, სახელმწიფოს არ უნდა 100%-ით აიღოს ეს რისკი თავზე. იმდენად რამდენად ჩვენ უნდა ვიხადოთ მაშინ ეს გადაუხდელი ბიზნესის მიერ გადაუხდელი თანხები. დონორები რატომ ითხოვენ ასეთ რაღაცას მაშინ სახელმწიფოს? დონორები ვინ არიან? საერთაშორისო კრედიტორები. გარანტირებული იყოს მათი გაცემული სესხი. ყოველთვის ესე ითხოვს, მაგრამ უნდა მოველაპარაკოთ. არის ის გასიმზაობა თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდში რაც ხდება? თავში ვერ შევატყვე მე რომ სახელმწიფოს სურვილი ქონოდა ამისი, მაგრამ ეხლა მგონი არის ზაობა. გასაგებია და ბოლო კითხვა გახარიას წერილი ეგრეთ წოდებული ყველაზე ხმაურიანი ნაწილი იყო მთელ ამ ბატალიებში. თქვენ ალბათ ბიზნეს ომბუდსმენობიდან იცნობთ გახარიას, მე იყო ეკონომიკის მინისტრი, ბატონო? ძალიან კარგად. ძალიან კარგად. მით უმეტეს, როგორ ფიქრობთ, იყო ის ამ წერილის დამწერი რეალურად, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ხო ჯობია ესეთი კითხვები რომ პოლიტიკოსებს მისცეთ უფრო. ან თუნდაც ამათ დამწავებს. ფიქრობთ, მით უმეტეს თუ ძალიან კარგად იცნობთ თქვენი აზრი უბრალოდ მაინტერესებს. არც მინდა რომ შევაფოსო, არ არის საჭირო რომ თქვენს ეხლა ერთ წვეთ
ნავთს და ასხამ ცეცხლზე. ჩემი ნებისმიერი რაც პასუხიც არ უნდა მიძე ერთი ესე გამოიყენოს მეორე ისე. იმასაც იფთქვა რომ პასუხიც არ და თავის კი შეიკავოს. წერილები არ არსებობდეს საერთოდ და არ იწერებოდეს ხო ბიზნეს გარემოსთვის. თქვენ რომ არ მიიღოთ მსგავსი წერილი. თქვენ ფიქრობთ რომ პრევენციას გაუკეთებ, ეხლა მე თუ ვიტყვი ან არსებობდა ან არ არსებობდა. პრევენციას მომავალში. არა, ჩვენ ვარ ძლიერად, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი უფრო ლამაზი და კარგი იყოს, ამდენად არ არსებობს ძალა, რომელიც ამ კეთილს რახვას ჩვენსაც გააჩერებს. ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო ეგრეთ წოდებულმა მტაცებლურმა აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააკენა. ჩვენნაირი ეკონომიკისთვის 40% უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ საკრედიტო ზრდა ბოლოს 3-5 წლის მანძილზე საშუალოდ წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს უკვე იმ ამონარიდების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე წარდგომიდან უშუალოდ ჭარბვალიანობის დარეგულირებისკენ მიმართული ზომების შესახებ მოვისმინეთ. დღეს საქმიან დილაში ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა პასუხი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას კერძო სექტორის ჩივილების საპასუხოდ, რომ რეგულაციები მათ საქმიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ნორმალურია, როცა რეგულაციები პრაქტიკაში გამოიცდება და შემდეგ შედეგების კვალდაკვალ შეიცვლება. ევროპას თუ შევხედავთ, არც მთლად ეგრე იქნება საქმე. ევროკავშირი ჯერ ითვლის რეგულირების გავლენის წინასწარ ანალიზს, ეგრეთ წოდებულ RIA-ს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დანერგილი საქართველოში და ამასთან ერთად ითვლის რეგულირების ტვირთსაც, ანუ იმ დამატებით საფასურს, რის გადახდაც შეიძლება მოუწიოს კერძო სექტორს, თუ კი ახალ რეგულაციებთან მნიშვნელოვანი მორგება დასჭირდება და იმ შესაძლო ჯარიმებისა თუ სანქციების ოდენობის გავლენასაც ითვალისწინებს, რაც დაწესებული რეგულაციების დარღვევას შეიძლება მოჰყვეს კერძო სექტორისთვის. დღეს ჩვენ კიდევ ერთ რეგულაციაზე გვიწევს საუბარი, რომელიც წინასწარ ვიცით, რომ ექსპერიმენტულ სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს და აკოტრებს მათ შორის ისეთ საწარმოებსაც, რომლებიც ამ რეგულაციის შემოღებამდე 3 წლით ადრე თავად სახელმწიფომ დააფინანსა ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან, როდესაც სესხის პროცენტი დაუსუბსიდირა. ესეც სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვისა და გათვლის კიდევ ერთი თანმიმდევრული მაგალითი. სალომე მეცხვარიშვილი თავის სიუჟეტში დეტალურად აგვიხსნის, რას ნიშნავს ჩვენ და ბიზნესის ცხოვრებაში გაჩენილი ახალი ტერმინი ბიოდეგრადირებადი პარკი. როგორც იცით, საქართველოში 1 აპრილიდან პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია, იმპორტი და წარმოება აიკრძალა. მე ახლა ჩავატარებ პატარა ექსპერიმენტს და თქვენთან ერთად გავიგებ, როგორ მუშაობს კანონი. სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო ობიექტში მივდივართ და ეგრეთ წოდებულ საკონტროლო შესყიდვებს ვახორციელებთ. თითოეულ მათგანში შეძენილ პროდუქციაზე განსხვავებულ პაკეტებს გვაწვდიან. მე ახლა ხელში მიჭირავს ორ განსხვავებულ მაღაზიაში შეძენილი განსხვავებული პარკები, რომლებსაც ასევე სხვადასხვა წარწერები აქვს, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს პარკები ამოქმედებულ კანონს, შესაბამის უწყებაში გარკვევა შევეცდები. პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობამ დაამტკიცა. სწორედ რეგლამენტმა გვიკარნახა, რომ ქვეყანამ მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები უნდა მოიხმაროს, ანუ ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც ბუნებრივად იშლება და საუკუნეების განმავლობაში გარემოში არ რჩება. რეგულაციის მიზანი ნათელია, კანონის აღსრულების მექანიზმი კი არა. ამის კარგი მაგალითი ჩვენი მცირე ექსპერიმენტის პასუხია. აი ამ ორი პარკის შემთხვევაში როგორი სიტუაცია შესაბამება თუ არა კანონს? არა, ორივე პარკზე დატანილია, რომ არის პოლიეთილენისგან დამზადებული და შესაბამისად ეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. დღეს გაგიჭირდებათ ბაზარზე ისეთი პარკის მოძიება, რომელიც ახალ რეგულაციებს შეესაბამება და ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც იციან. ამაზე აკეთებდა აქცენტს მიმდინარე კვირაში თავად ბიზნესიც. ანალიტიკასთან საუბრისას პოლიეთილენის პარკების მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ მუშაობა შეაჩერა. ნაწილმა, ვინც თანხების მოძიება მოახერხა, გადაიარაღებისთვის ემზადება. ის რომ ბიზნეს რეგულაციებზე მორგება გაუჭირდებოდა, კერძო სექტორი ცვლილებების ამოქმედებამდეც საუბრობდა. რეგულაციებს მივყვებით უბრალოდ დრო არ არის ფიზიკურად, რომ ჩვენ 14 სექტემბრიდან 1 აპრილამდე ეს გადაიარაღება მომხდარიყო. და გადაიარაღებასთან ერთად არის ნედლეულის პრობლემა, რომელიც ნედლეულიც არის რეგულაციით გათვალისწინებული, მაგის რაოდენობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში და წარმოებებში არ არის, რომ ჩვენ შევძლოთ იმის შემოტანა.
ეს ის საწარმოა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად სახელმწიფომ პროგრამის აწარმოეს საქართველოში ფარგლებში დააფინანსა. ანუ რეალურად ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა იმ სექტორში, რომელიც მოკლე ვადაში მინიმუმ დიდი რისკის ქვეშ დადგებოდა. ისინი თავიდანვე იყვნენ გაფრთხილებული ასეთი რეგულაციების ამ მიღებას აპირებდა სახელმწიფო. შესაბამისად, იქიდან მოყოლებული უკვე რომ 14 სექტემბერს შევიდა ძალაში და კიდე უკვე 7 თვე გავიდა მას შემდეგ, ყველას ბიზნეს ოპერატორი რაღაცნაირად უნდა მომზადებულიყო ახალი რეგულაციისთვის. სწორედ ამ მოტივით სახელმწიფო ძალაში შესული რეგულაციის გადახედვას არ აპირებს, თუმცა ფაქტია, ცვლილებებისთვის მზად არც თავად არის. საქმე ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც კანონთან შესაბამისობას დაადგენს და გაარკვევს, არის თუ არა ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული პარკი ბიოდეგრადირებადი. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გრანტი ასეთი ლაბორატორიის მოსაწყობად საქართველოში. ასეთი ლაბორატორია უკვე შეძენილია და მაგრამ იცით რომ ყველა კვლევას თავისი ვალიდაცია და აკრედიტაცია ჭირდება და ამ მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს. არსებული სიტუაცია კანონის აღსრულებას კიდევ უფრო ართულებს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბაზარზე პოლიეთილენისგან წარმოებული პარკების რეალიზაცია რომ არ მოხდეს, ეს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა გააკონტროლონ, მაგრამ სწორედ 1 აპრილს, ანუ რეგულაციების ამოქმედების დღეს გაირკვა, რომ ამის რესურსი მერიებსა და გამგეობებს არ გააჩნიათ. იქამდე კი სანამ რეგულაციის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, კანონი ძალაში მხოლოდ ფურცელზე რჩება. და საპარასკევო შემართება და განწყობა რომ დაგიკარგოთ, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება იწყება. ელექტრომობილები გათვალისწინებული იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისთვის და ისინი ქუთაისში აეწყობა. წარმოებელი კომპანია AI Group-ი ბაზარზე 4 სხვადასხვა კომპანიით იქნება წარმოდგენილი და ყველა ამ კომპანიის გამაერთიანებელი მახასიათებელი იქნება გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიურად სუფთა მიდგომები. AI Group-ის უფრო საქმიანობის უფრო დეტალურად გაცნობას ჩვენ შევძლებთ უკვე ხვალ, იმიტომ რომ ამ კომპანიის წარდგენის სპეციალური ღონისძიება არის დაგეგმილი. ხვალ ჰოლდინგი AI Group-ი წარმოადგენს 4 პროექტს, ეკოლოგიურ პროექტს. ესენი არის AI Car-ი, AI Energy, AI Power-ი და AI Production-ი. ეს არის ელექტრომობილების წარმოება საქართველოში, ეს არის მზის ენერგიის წარმოება, აგრეთვე თბილისში, საქართველოში, მანქანების გაზიარება ელექტრომობილებით და ელექტრომობილების დამტენები. ეს 4 პროექტი შეადგენს ერთ ძირითად მიმართულებას, რაცაც AI Group-ი ჰოლდინგი ემსახურება და ეს არის პირველ რიგში გამიზნული ეკოლოგიურად სუფთა გზით ეკონომიკური წინსვლისათვის. ეს აპლიკაცია გულისხმობს თავაზობს car sharing-ის სერვისს, როგორც გითხარით, ჩვენი კომპანია AI Car-ი, რაც საშუალებას გვაძლევს ძალიან მარტივად, ეკონომიურად და კომფორტულად და რაც ყველაზე მთავარია ეკოლოგიურად სუფთად გადავაადგილოთ ჩვენს ქალაქში. ყველაფერი ხდება მობილური აპლიკაციის მეშვეობით, აი მაგალითად ეხლა გავაღოთ კარები. ჩავждებით და ყველაფერი ხდება, ანუ გასაღებს აღარ ვხმარობთ, ყველაფერს ვაკეთებთ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, გადავაადგილდებით და ვტოვებთ ქალაქის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე. ექსკლუზივით დავასრულოთ ეს გადაცემა. წლის უმსხვილეს ბიზნეს გარიგებას ორი მხარე ჰყავდა. აჭარაბეთი საქართველოდან და Paddy Power Bedfire ირლანდიიდან. Forbes-ის ახალ ნომრებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ორივე მხარის პირველი პირის მოსაზრებები და შეფასებები წაიკითხოთ ინგლისურადაც და ქართულადაც. ამ ჯერზე ორივე გამოცემით გაგანებივრეთ და იმედი მაქვს ისიამოვნებთ. განსაკუთრებული მადლობა აქედან მარი ზურაბაშვილს, რომელმაც ირლანდიაში სპეციალურად Forbes-ისთვის და BMG-ისთვის ჩაწერა Paddy Power-ის CEO პიტერ ჯექსონი. კიდევ ერთხელ მადლობა მარის ბიზნეს გადაცემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ექსკლუზივისთვის. რატომ იყიდა Paddy Power-მა აჭარაბეთის საკონტროლო პაკეტი 115 მილიონ ევროდ? როგორ აფასებს ქართულ პარტნიორთან სამომავლო თანამშრომლობას და რამდენად კვალიფიციურად მიაჩნია ის კადრები, ვინც აჭარაბეთში დახვდა? სამივე მკითხვაზე პასუხი ჩვენ სოდნავ ვრცელ კომენტარშია, რომელიც ექსკლუზიურად ანალიტიკის მაყურებლისთვის Paddy Power Bedfire-ის გენერალურ დირექტორს პიტერ ჯექსონს ეკუთვნის. Ჩემს სოფლიოს მასშტაბით უამრავი ოფისი გვაქვს და ათასობით ადამიანი გვყავს დასაქმებული. ოფისის ადგილს იმის მიხედვით ვარჩევთ, სადაც უფრო მეტად კვალიფიციური მუშახელია. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩი. იმით, რაც საქართველოში ვნახე. თქვენ ბევრი შესაძლებლობა გაქვთ და ბევრი ნიჭიერი, განათლებული მუშახელი გყავთ. მეტიც, აუცილებლად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ აჭარაბეთის კვალიფიციური თანამშრომლების უნარები ჩვენს ბიზნეს კომპანიებს მოახმაროთ.
Paddy Power Bitfire 2016 წლის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. ამის შემდეგ ჩვენ არაერთი კომპანია შევიძინეთ, მათ შორის განახორციელეთ ინვესტიცია აჭარაბეთში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ჩვენი ბიზნესი ორგანულად გაიზარდოს, რისი მაგალითიც ბევრ ქვეყანაში გვაქვს. თუმცა ხშირად კომპანიების შერწყმის გარეშე ვერასდროს ვერ მივაღწევდით იგივე პოზიციებს, რასაც ახლა მსოფლიო აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ვფლობთ. საქართველო ამის ნათელი მაგალითია. თქვენ ბევრი ძლიერი სათამაშო ბიზნესი გაქვთ, სადაც დამოუკიდებელი ბრენდის განვითარებით ვერასდროს ვერ მივაღწევდით აჭარაბეთის დღევანდელ პოზიციებს. მეც და ჩემს თანამშრომლებსაც ქართულად მხოლოდ გამარჯვების თქმა შეგვიძლია. ამიტომ არანაირი ცვლილების განხორციელებას არ გვექმავთ აჭარაბეთის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია იმან მართოს, ვინც უკეთ ერკვევა ადგილობრივ კულტურაში. აქვს გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე მუშაობის და უნარი, რომ სწრაფად ამოიცნოს და დააკმაყოფილოს ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნები. არჩილ კახიძე, რომელიც აჭარაბეთის ხელმძღვანელია, წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ კომპანია ყოველდღე უფრო წარმატებული გახადოს და ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მას და მოხარულები ვართ მასთან მუშაობით. Paddy Power Bitfire ყველანაირად შეუწყობს ხელს ჩვენ ქართულ პარტნიორებს, რომ კონდეთ ცდომა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსებზე, რომ განავითარონ ბიზნესი და კიდევ უფრო წარმატებული გახადონ ის. დღეს ამით უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, რომ კითხულობთ ახალ ამბებს BMG-ზე და რომ ადიშურებთ უკუკავშირს უთქვენოთ ჩვენს მუშაობას აზრი არ აქვს. პარასკევამდე.